ბატონიკა, აბას რატომ გეკითხებით, იცით? როდესაც რომელიღაცა ქვეყანა ხوات აცხადებს რომელიღაცა ხელისუფლებას რომ არალეგიტიმურია, იქიდან გაყავთ დიპლომატიური მისიები, ხომ არ არის საელჩოები თუ არალეგიტიმურია რომელიღაცა ქვეყნის ხელისუფლება, ან თუნდაც არაღიარებული რესპუბლიკები. როგორ ხდება რომ უთოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა საქართველოში და შეხვდა არჩეულ პრეზიდენტს, შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და არ შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, ხო, რამდენადაც ვიცი, არ ხონია მასთან შეხვედრა. რატომ ხდებიან მაშინ თუ არალეგიტიმურები არიან? ხო, ნუ რაც შეეხება ეუთოს გენერალურ მდივანს, ეს იყო კავკასიური ტურნე, ის ეწვია სომხეთს, ეწვია აზერბაიჯანს და შემდგომ საქართველოს და ფაქტია ამ შემთხვევაში, რომ თქვათ ის შეხვდა თქვათ დე-ფაქტო ხელისუფლებას, ისიც ამ შემთხვევაში თქვათ ქართული ხალხის თქვათ პატივისცემის ნიშნად, რაც გულისხმობ, ხო? რომ დე-ფაქტო ხელისუფლება არისო, ასეთი რამე მოისმინეთ თქვენ? ანუ აქ საუბარი ყოველთვის მას არ უთქვია, ხო, ეუთო ვიცით, თქვათ, ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა გააკრიტიკა, ჩვენ ვიცით, არჩევნების შედეგები და არჩევნების მიმდინარეობა, ვიცით, რომ ეუთო დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გახოთ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, იმიტომ რომ ეუთოს ფარგლებში მოქმედებს ორი ძირითადი ოფისი, ერთი ქალაქ ვენაში, კონფლიქტების დარეგულების ცენტრი და მეორე ქალაქ ვარშავაში, დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ოფისი და შესაბამისად ეუთომ აღიარა, ვიცით, ხო, არსებობს სამი წყაროები, სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, იქნება Amnesty International, Freedom House-ი, თქვათ, ყველამ აღიარა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდნენ სტანდარტებს. ეხლა, რაც შეეხება ჩამოსვლას და შეხვედრას, კი ბატონო, აქ არის საუბარი, თქვათ, დე-ფაქტო ხელისუფლებაზე, მაგრამ სწორედ დე-ფაქტო ხელისუფლება იღებს დღეს გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არ გვინდა და იღებს, თქვათ, გადაწყვეტილებას საქართველოში მიმდინარე, თქვათ, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე და თავარი აქ რაზე იყო საუბარი, ხო? და საუბარი იგივე თუნდაც მაგალითად დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება ამაყობდა იმით, რომ, ნუ, თქვათ, ვიცე-პრემიერის შეხვედრა, ლევან დავითაშვილის შეხვედრა შედგა ვაშინგტონში. ბატონიკა, მაგაზე ცალკე კითხავთ, აი რაზე იყო საუბარიო, როდესაც ეუთოს გენერალური მდივანი მიდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ინტერესდება, როგორ ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აღიარებს აქ გასულ არჩევნებსაც და ემზადება მომავალი არჩევნებისთვის. ეს ნიშნავს იმას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეუთო დაინტერესებულია, რომ ნებისმიერ ეუთოს წევრ ქვეყანას და საქართველოს მოგოსტენება თუ 1992 წლიდან გახავთ ევროპაში უშუალო თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულფებიანი წევრი და საქართველოს შეერთებულია ჰელსინკის საბოლოო აქტს, რომელსაც ჯერ კიდევ 1975 წელს მოეწერა ხელი. ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ ეუთო დაინტერესებული ამ შემთხვევაში ეუთოს წევრ ქვეყანაში საქართველოში, რომ განმტკიცებული იქნეს დემოკრატიული ინსტიტუტები. აქ შეიძლება ეწვია ის თქვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ოფისს, მაგრამ მეორეს მხრივ თქვა რაზე იყო საუბარი, ხო? ახლა ყოველ შემთხვევაში, როდესაც შეშფოთება გამოიწვევა წინა არჩევნებთან, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ამ მუნიციპალურ არჩევნებს შეეხება, აქ ასევე ეუთო დაინტერესებული საერთაშორისო საზოგადოება დაინტერესებული ისეთი წინაპირობა არსებობდეს ქვეყანაში, რომ კი ბატონო, როგორც მართლმა პარტიამ, ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა, ხო? ეგრე მაგალითად ეუთო გენერალური მდივანი ასევე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ხო? ანუ იცნობს ესე იგი მათაც, ხო, ოპოზიციას, ხო, რომელსაც დე-ფაქტო ხელისუფლება ქვეყნის მოღალატეებს და გამყიდველებს უწოდებს, ხო? ხო, სწორია. ანუ აქ შეხვედრა შედგა სწორედ ახლა ხშირ შემთხვევაში ხანდახან პრაგმატული ინტერესი მოითხოვს, მათ შორის თქვა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, ხო?